უფრო მეტი უცხოელი სამხედრო დაქირავებული უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მსოფლიოში ყველაზე მაღალი ხელფასი შტურმავიკებისა და ქვეითებისთვის, დემობილიზაცია, კონტრაქტები უნებართვოდ ნაწილიდან წასულებისთვის და თუნდაც სამხედრო კომისარიატების რეფორმა, მაგრამ ცოტა მოგვიანებით. უკრაინაში დაიწყო ყველაზე მასშტაბური არმიის რეფორმა, რომელიც პირველ რიგში მიზნად ისახავს სამხედრო სამსახურის პირობების გაუმჯობესებას. იქ ძალიან ბევრი რამ არის გამჭვირვალე გადაყვანებიდან დაწყებული, სამხედრო სამსახურის გადავადებით და ქვეითებისთვის კონტრაქტების მკაფიო ვადებით დამთავრებული. მაგრამ განსაკუთრებით მინდა ამ რეფორმაში გამოყო ეს პუნქტი. ციტატა. ხსნით უცხოელების რეკრუტინგის ბაზარს. ამბიციური მიზანია, რომ 50-ზე მეტი შტურმოვიკი და ქვეითი უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ლეგიონერები იყვნენ. ერთზო რეკრუტინგული კომპანიები ატარებენ კანდიდატების შერჩევას საზღვარგარეთ და აგზავნიან მოხალისეებს უკრაინაში. ეს რა თქმა უნდა ამბიციური მიზანია, მაგრამ ბოლოს და ბოლოს გაჩნდა რეალური მექანიზმი მისი განხორციელებისთვის. ზელენსკიმ უკვე განაცხადა, რომ ქვეითებისთვის ხელფასის ფული, რომელიც თვეში $10,000-მდე იქნება, უკვე არსებობს. ამ გამოშვებაში ჩვენ თქვენთან ერთად განვიხილავთ ახალი არმიის რეფორმის ყველა ნიუანსს. ასევე განვიხილავთ რაბედიელის ცკექს. იქაც რაღაც ახალს პირდებიან, მაგრამ მოდით ყველაფერს რიგ-რიგობით მივყვეთ. ჩემი სახელია ალექსეი პეჩი, მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა, მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწერეთ ეს არხი, დაალაიქეთ და დაწერეთ ნებისმიერი თქვენი კითხვა. დაწერეთ ვრცელი კომენტარები ამ ვიდეოს ქვეშ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ამ გამოშვების YouTube-ზე პოპულარიზაციისთვის და ამისთვის მადლობაზის მადლობას გეტყვით. ჩვენ ვიწლებთ თავდაცვის ძალების სისტემურ ტრანსფორმაციას. პირველი ეტაპი ეხება ეფექტიანობასა და სამართლიანობას, რომელიც იწყება გასაგები წესებით. ამგვარად უკრაინელი ქვეითები და შტურმოვიკები მიიღებენ მსოფლიოში ყველაზე მაღალ ხელფასს. გარდა ამისა, სამხედროებისთვის ხელმისაწვდომი იქნება 3 ტიპის კონტრაქტი, რის შემდეგაც მიეცემათ რეალური გადავადება სამხედრო სამსახურისგან. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს წარმოდგენილი არმიის რეფორმის მიხედვით, უკრაინელი ქვეითის საშუალო ხელფასი თვეში 300,000 გრივნა იქნება. ეს თითქმის $7,000. ხოლო მაქსიმუმი, რასაც ქვეითი თვეში შეძლებს გამოიმუშაოს, იქნება $460,000 გრივნა, რაც თვეში $10,000-ზე მეტია. როგორ უნდა მივახციოთ ასეთ ციფრებს და როგორ გამოვარო ასეთი ხელფასი იქნება? აი ასე, ხელფასი ასე დაითვლება. და დღეს უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ სწორედ ეს ფორმულა წარმოადგინა. ანუ 20,000 გრივნა არის საბაზისო ანაზღაურება, 10,000 გრივნა დაემატება თითოეულ პოზიციაზე გატარებულ დღეზე, 20,000 გრივნა კი თითოეულ საბრძოლო საძიებო დღეზე. ანუ იგულისხმება, როცა ფრონტზე რაიმე მოქმედებები ხდება და 40,000 გრივნა თითოეულ შტურმის დღეზე, ანუ როცა დანაყოფი რეალურად შტურმავს ოკუპანტების პოზიციებს, გარდა ამისა, მინიმალური ხელფასი ზურგში იზრდება 20-დან 30,000 გრივნამდე. ეს არის $670. ამასთან ანაზღაურება გაიზრდება რისკის შესაბამისად. ანუ რაც უფრო ახლოს ხარ კონტაქტის ხაზთან, მით მეტი იქნება დანამატი. საბრძოლო დანაყოფების ხელმძღვანელობის ხელფასები ორჯერ იზრდება. გარდა ამისა, გამოცხადდა 3 ახალი ტიპის კონტრაქტის დაწყება. ქვეითი შტურმის კონტრაქტი განკუთვნილია ქვეითებისთვის, შტურმოვიკებისთვის, სნაიპერებისთვის და მძვერავებისთვის. ვადა არის 10 ან 14 თვე კონტრაქტის შემდეგ. სავალდებულო გადავადება მობილიზაციიდან, როგორ ითვლება ეს? ამასაც ცოტა მოგვიანებით განვიხილავთ. მეორე ტიპი არის საბრძოლო კონტრაქტი, საბრძოლო პოზიციებისთვის, გარდა ქვეით შტურმის პოზიციებისა. ვადა 24 თვეა, შემდეგ გადავადება მობილიზაციიდან. ის ითვალისწინებს დამატებით ანაზღაურებას ყოველ თვეში. 30,000 მართვისა და უზრუნველყოფის პოზიციებზე, 50,000 სარდლობის პუნქტებზე და 100,000 ბრძოლაში. სამხედრო, რომელიც საბრძოლო კონტრაქტია და დროებით მივლინებაში ან შვებულებაში იმყოფება, საბაზისო თანხასთან ერთად იღებს დამატებით 10,000 გრივნას. ამგვარად მას ერიცხება მინიმუმ 30,000 გრივნა თვეში თუნდაც ის მივლინებაში, უკანა ხაზზე ან შვებულებაში იყოს. მესამე ტიპის კონტრაქტი არის საბაზისო კონტრაქტი ლოგისტებისთვის, შტაბების პერსონალისთვის და ტექნიკური სპეციალისტებისთვის. ვადა იქნება 24 თვე შესაძლებლობით გადავიდეს საბრძოლო ან ქვეითთა კონტრაქტზე. და აი გამოცხადებული საბაზისო 6 თვიანი გადავადება ეს კონტრაქტის შემდეგაა, ეს მინიმალური ვადა. და აქ მაქსიმუმ შეგიძლიათ გამოიმუშაოთ თვეში 120,000-მდე გრივნა მესამე ტიპის კონტრაქტზე. რა ხდება გადავადებასთან დაკავშირებით? მოდი აქ უფრო დეტალურად განვიხილოთ. თუ კონტრაქტს აფორმებთ 14 თვემდე ვადით, გეძლევათ გარანტირებული საბაზისო გადავადება 6 თვით. გარდა ამისა, თითოეულ თვეში საბრძოლო ამოცანების შესრულებისთვის გადავადებას ემატება დამატებით 3 თვე. დამატებით 6 თვე სამსახურის თითოეული წლისთვის 2022 წლიდან ახალი კონტრაქტის გაფორმებამდე. და დამატებით 1 თვე თითოეულ წელს 2022 წლამდე სამსახურისთვის.
მაგალითად, თუ მოქვენვა სამხედრო მოსამსახურემ გააფორმა კონტრაქტი 10 თვეზე, 2 თვე ბრძოლის ველზე გაატარა, ხოლო მანამდე 2 წელი ჰქონდა სამსახური. 2022 წლიდან მას ექნება უფლება 2 წლიანი გადავალების კონტრაქტის დასრულების შემდეგ. ანუ 6 თვე გარანტირებულად, 6 თვე საბრძოლო მოქმედებებისთვის, პლუს 1 წელი წინა წლების სამსახურისთვის 2022 წლიდან. განცხადებული 6 თვიანი გადავადება მინიმალური ვადაა. პრაქტიკაში ეს მეტი იქნება. მაგალითად, ქვეითისთვის, რომელმაც 10 თვე იმსახურა, საიდანაც 4 თვე საბრძოლო მოქმედებებში იყო, გადავადება შეადგენს 6 + 12 თვეს ფაქტობრივად. ეს არის წელიწადნახევარი. ისინი, ვინც უკვე კონტრაქტით მსახურობენ, შეუძლიათ ხელახლა გააფორმონ იგი ახალ პირობებზე, გაფიო სამსახურების ვადებით და გადავადებით, რომელიც უკვე მოხდილი დროის გათვალისწინებით განისაზღვრება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. სამართლიანობა მათთვის, ვინც ყველაზე დიდხანს არის თავდაცვის ძალებში და ყველაზე მეტი დრო გაატარა საბრძოლო მოქმედებებში. მათთვის წლის ბოლომდე ვიწყებ თანდათანობით გათავისუფლებას სამსახურიდან. ამავე დროს, იმ სამხედროებს, რომლებიც უკვე მსახურობენ კონტრაქტით, შეუძლიათ ხელახლა გააფორმონ იგი უკვე ახალ პირობებზე. იმისთვის, რომ სისტემა გამჭვირვალედ მუშაობდეს, იწყება შტურმოვიკისა და ქვეითის პოზიციებზე ყოფნის კონტროლი. ეს საჭიროა იმის დასადასტურებლად, რომ ისინი ნამდვილად პოზიციებზე იმყოფებიან. გარდა ამისა, შემოდის ახალი გადახდები ფრონტზე საბრძოლო ამოცანების შესრულებისთვის. მაგალითად, იქ არის 100,000 გრივნა ან 2,200 დოლარი თითოეული ტყვე დაყვანილი ოკუპანტისთვის და 15,000 გრივნა თითოეული მტრისთვის, რომელიც განადგურდება კონტაქტურ ან სროლის ბრძოლაში. მაგრამ ყველაზე ხმაურიანი განახლება ამჟამინდელ არმიის რეფორმაში არის უცხოელების რეკრუტირება. უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მიზანია უკრაინის შეიარაღებული ძალების შტურმავიკებისა და ქვეითების ნახევარზე მეტი სწორედ უცხოელები იყვნენ. და ეს მნიშვნელოვანია, რადგან წლებია საუბრობენ სწორედ უცხოელების რეკრუტირების აუცილებლობაზე. მით უმეტეს, როგორც ჩანს, ამაზე ნამდვილად არის მოთხოვნა. აი ეს კერძო სამხედრო კომპანიები უკვე წლებია არსებობენ და უკრაინაში რატოღაც ამას არ მიმართავდნენ. და მხოლოდ ახლა დაიწყეს ამის დანერგვა სახელმწიფო დონეზე. ძალიან გვია, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს მაინც ჯობს ვიდრე არასდროს. ასე რომ გასაგებია, რომ მიზანი 50 უცხოელი ქვეითებსა და შტურმავიკებს შორის ეს უკიდურესად ამბიციური მიზანია. მაგრამ როგორც ამობენ, თუ მიზნებს არ დაისახავ, მაშინ ნამდვილად არაფერი გამოვა. ეხლა კი უბრალოდ მინდა წარმატება უსურვო გაახორციელებაში. ვინც სზჩეშია. ეს არის თვითნებური ნაწილიდან წასვლა, თვითნებური სამხედრო ნაწილის დატოვება. ასე რომ მათ დაბრუნების შესაძლებლობას მისცემენ. მაგრამ მხოლოდ 100 დღის განმავლობაში. მექანიზმის მოქმედება დაიწყება მთავრობის დადგენილების ძალაში შესვლის თარიღიდან. სამხედროებს შეეძლება დაბრუნდნენ იმ სტრუქტურაში, საიდანაც ჩაიდინეს თვითნებური დატოვება. მაგრამ მათ შეეძლება დამოუკიდებლად აირჩიონ ქვედანაყოფი და მეთაური, სადაც მზად არიან გააგზავნონ სამსახური. როდის ამოქმედება ეს ყველაფერი? პრეზიდენტმა ზელენსკიმ დღეს დაართვნა, რომ ამ რეფორმისთვის თანხები არსებობს. თუ რამეა, უკრაინამ უკვე მიმართა ნატოს ქვეყნებს დამატებითი დაფინანსებისთვის. და ვფიქრობ, რომ საერთოდ ეს რეფორმა სწორედ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად მუშავდებოდა, პირველ რიგში ევროპაში. ამიტომ იქ ზუსტად ესმით, რომ დამატებითი ფული საჭიროა და აშკარად უკვე გათვალისწინებული აქვს. აი ზელენსკი პირდება, რომ პირველი რეალური დამატებითი ანაზღაურება სამხედროებისთვის უკვე ამ თვეში დაიწყება, ხოლო დემობილიზაცია შესაძლოა პირველი ამ წლის ბოლომდე მოხდეს. რა იქნება ცქსთან დაკავშირებით? ჯერჯერობით არაფერი ახალი? უკრაინის პრემიერ-მინისტრმა იულია სვირიდენკომ განაცხადა, რომ თავდაპირველად ჩატარდება სამხედრო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების რეფორმა. და შემდეგ უკვე ვისაუბრებთ თქვენთან ერთად ცქზე. შემდეგ მოხავს მისი ციტატა. ცქის რეფორმა. ამ რთულ რეფორმას წინ უძღვის შრომის ანაზღაურების რეფორმა. ეს არის პირველი. ამაზე ახლა მუშაობს თავდაცვის მინისტრი. შემდეგი ნაბიჯები იქნება კონტრაქტები ქვეითებისა და შტურმოვიკებისთვის. შემდეგი არის სამსახურის ვადების შეცვლა და შესაბამისად შემდეგ ცქის რეფორმაზე გალასვლა. ეს არის ყველაზე რთული რეფორმები და ყველაზე რთული საკითხი, რომელიც დღეს უკრაინულ საზოგადოებაში არსებობს. ამაზე თავდაცვის მინისტრი მუშაობს. საერთოდ ჯერ ყველა სიახლის დანერგვა არმიაში. კონტრაქტები, გადავადებები, ლეგიონერები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის ანაზღაურება. და მე როგორ ოდესმაც იქნება ცქის რეფორმა. ამიტომ მეგობრებო, როგორ ეკიდებით ამ ახალ არმიის რეფორმას? თოდ დაწერეთ კომენტარებში ამ გამოშვებაზე და გამოიწერეთ არხი. დააჭირეთ ზარისგილაკს და არ დაგავიცლეთ ლაიქის დაჭერა. გარდა ამისა, შეგახსენებთ, რომ მაქვს უკრაინულენოვანი YouTube არხი, ალექსეი პიჩი. ფული მასზე მოცემულია ამ ვიდეოს აღწერაში. ასე რომ თუ გსურთ მიიღოთ სიახლეები უკრაინულ ენაზე, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გადადით, გამოიწერეთ. მოხარული ვიქნები თუ იქაც გნახავთ. ამით ყველაფერი დასრულდა, იზრუნეთ საკუთარ თავზე, ყველას ნახვამდის.